კალაძე, ვალერი მელაძე, გალკინი და რიკი მარტინი კანში ზღვის სანაპიროზე გამართულ მდიდრულ ქორწილს თბილისის მერი და მისი ცოლი ანუკი არეშიძეც ესწრებოდნენ. ქართველი წარმოშობის ბიზნესმენის ნიკი ლომიასა და უკრაინელი მოდელის ნიკას ქორწილი საფრანგეთში გუშინ გაიმართა. საღამოს წამყვანი მაქსიმ გალკინი იყო. გავრცელებული ინფორმაციით მას ჰონორარის სახით 100,000 ევროზე მეტი გადაუხადეს. ქორწილში იმღერა ვალერი მელაძემ და რიკი მარტინმაც. ღონისძიების მთელი პროგრამა რუსულ და უკრაინულ ენებზე მიმდინარეობდა. კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის დედა შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პროტესტის მონაწილე მშობელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ოჯახების შულებისთვის წამალს 3 თვეზე მეტი აითხოვენ. ერთი კვირაა ისინი კანცელარიასთან უწყვეტ პროტესტს მართავენ. ბავშვზე სექსუალურად მოძალადე მამინაცვალს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარი აქვეყნებს და წერს, რომ კაცი არასრულწლოვანი გერის მიმართ გარყვნილ ქმედებას წლები ახორციელებდა. უკრაინამ წუხელ რუსეთის საბრძოლო მასალის საწყობი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამეთაურო პუნქტები დაბომბა. გენშტაბმა შეტევა დაადასტურა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზეც. ტუაფსესა და იატოსლავში განადგურებულია 24 რეზერვუარი, დაზიანებულია 4.